საღამომშვიდობისა თქვენ უყურებთ დისკუსიას აქტუალურ თემაზე. მე მაკაცინცაძე ვარ. დღეს ისტორიული თარიღია სრულიად საქართველოს 142 კათოლიკოს პატრიარქი მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამეა. მართლმადიდებელ ეკლესიას და მრევლს ულოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს. თუმცა არც ამ პროცესს ჩაუვლია პოლიტიკური აქტორების ნაწილის ვნებათა ღელვის გარეშე არჩევანს წინ უძღოდა შეტავა მართლმადიდებელ ეკლესიასა და პირადად პატრიარქობის კანდიდატზე. ოპოზიციის ჟურნალისტების არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების ნაწილი პროცესის დაზიანებას ცდილობდნენ. ცალკეული ოპოზიციონერები ეკლესიის როგორც სასურველი მოედნის ათვისებასაც აანონსებდნენ. პარალელურად კი საპატრიარქოზე თავდასხმებს განაგრძობდნენ. ეს არ იქნება ერთადერთი თემა, რომელზეც დღეს სტუმრებთან ვისაუბრებთ. განვიხილავთ სანქციების საკითხს, ევრობიუროკრატიის დამოკიდებულებას და ალიანსში მყოფი ოპოზიციის პოლიტიკურ რესურსს. ვიწყებთ დისკუსიას საზოგადოებრივ პოლიტიკურ რეალობასა და გამოწვევებზე და ჩვენი სტუმრები არიან ორგანიზაცია პოლიტიკური არჩევანის დამფუძნებელი რომან კაკულია და ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე. ბატონებო, მოგესალმებით და ძალიან დიდი მადლობა რომ დღეს დაგვითმეთ დრო და ხართ ჩვენთან სტუდიაში სტუმრად. ბატონო ამირან, თქვენგან დავიწყებთ. წმინდა სინოდმა ამჯერადაც რა თქმა უნდა გამოიჩინა სიმტკიცე და მხარი დაუჭირა პატრიარქის გამორჩეულ მოსაყდრეს, რაც საზოგადოების ნაწილმა და შეიძლება თქოს რომ სრულად საზოგადოებამ აღიქვა ილია მეორის გზის გაგრძელებად, პატრიარქის იმ გზის გაგრძელებად, რომელიც დაიწყო 59 წლის წინ. რა მნიშვნელობის არის თქვენთვის საინტერესოა, როგორ შეაფასებთ წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას? მოგესალმებით, თქვენს მაყურებელს. მიულოცავ ყველას, სრულიად საქართველოს ყველა მართლმადიდებელს დღევანდელ დღეს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეა. არის კიდევ ერთი დღესასწაული და ამას ყველაფერს დაემატა, რა თქმა უნდა, ახალი პატრიარქის არჩევა, ინტრონიზაცია და იწყება ახალი ეპოქა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში. იმიტომ რომ ყველა პატრიარქს რაღაც თავისი ხელწერა, თავისი ხედვა ექნება, მაგრამ რა თქმა უნდა წინა პატრიარქის უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის ღვაწლი და მისი კვალი კიდევ დიდხანს იქნება ჩვენს ცხოვრებაში და რა თქმა უნდა ახალი პატრიარქიც ერთი გაყვება იმ გზას და მისი ნამოღვაწარი მთელი ამ ნახევარ საუკუნის განმავლობაში არის იმდენად მყარი საძირკველი და საფუძველი, ანუ თუ ჩვენ გავიაზრებთ რა ჩაიბარა ნახევარი საუკუნის წინ და რამდენად ძლიერი ეკლესია დატოვა. და ეკლესია არის ის ხერხემალი, ის საძირკველი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში აძლიერებს ჩვენს ქვეყანას, მოყვება და ეკლესიის და სარწმუნოების წვლილი და როლი იმაში, რომ აი ჩვენ ხო სულ სვამ დამკითხვას, როგორ მოვედით ამდენი ომების, ამდენი უბედურების შემდეგ დღემდე და ზუსტად რწმენამ და ზუსტად აი ამ სიმტკიცემ, წმენაში სიმტკიცემ მოგვიყვანა დღემდე და რაც შეეხება თვითონ აი ამ თქვენ სწორად აღნიშნეთ ამ სინოდის სიმტკიცე, მიუხედავად იმ პერიპეტიებისა, რაც იყო, ჯერ ერთი თვითონ ის რომ რამდენიმე კანდიდატურა იყო გამოკვეთილი, ეს ნორმალური, ეს ასეც უნდა ყოფილიყო, ცუდი იყო რომ იყო ღია პოლიტიკური ჩარევები და მცდელობა მათ შორის მედიების მხრიდან რომ მოეხდინათ გავლენა ამ პროცესებზე, მაგრამ ყველაფერი უფლის წყალობით, უფლისნებით ჩატარდა. იმის მიუხედავად რომ პატრიარქმა მეოფესიო ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დაასახელა 2017 წელს თუ სწორად. კი ბატონო, და აღნიშნეთ რომ პოლიტიკოსები იგივე მედიის ნაწილი, პოლიტიკოსების ხადია მედიის ნაწილი, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ნაწილი და ასევე ჟურნალისტების ნაწილი სამწუხაროდ ავრცელებდნენ ნარატივს, რომ აი ეს იყო ერთგვარად რუსული თემის გაგრძელება და გაერთიანდნენ აი პრორუსულობის ბრალდების ირგვლივ. საინტერესო აი როგორ ვფიქრობ და როგორ ხედავთ რა არის აი ამის საფუძველი და შესაძლებელია ან ხომ არ ხედავთ ისე რომ აი ამ ბრალდებებს რეალურად აქვს ერთი საფუძველი და ერთი წიაღიდან არის ასე ვთქვათ. საფუძველი არ აქვს, მიზანია ერთი რომ დააზიანონ ეკლესია და ამით დააზიანონ საზოგადოება, დააზიანონ ქვეყანა და მათ შორის დააზიანონ ის ძალები, რომლებიც ამღირებულებებზე
დგანან. ეს არის მათი მიზანი. საფუძველი არანაირი ახლა ჩვენ ერთი წიაღი, ანუ ერთი ძირი, ერთი ფუძე ამას გულისხმობს ხათია საფუძველი. ხო, მესმის ეს გასაგებია, საიდანაც მოდის, მაგრამ მე უფრო მიზნებზე ვამახვილებ ყურადღებას თუ რა მიზნები ამოძრევთ. ჩვენ ახლა 40 დღე გავიდა ხო წინა პატრიარქის გარდაცვალებიდან და ნახეთ პანაშვიდებზე სად იდგა ქართველი ერი. და მან ოპოზიცია რომ შეაშინა ხომ დავინახეთ ეს. და ცდილობდნენ მერე მიწებებას თითქოს აი ამ პანაშვიდებზე. განცხადებების მიუხედავად ხო, აი რა განცხადებების მაგალითად ცელდება სოციალურ ქსელში, მაგრამ სხვადასხვა ილია მეორეზე რაები აქვს ნათქვამი, ხო იგივე იყო. ხო გვახსოვს ის პროცესი ჯერ ახლა ეკლესიას რო ვერ ერეოდნენ ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ესეც ვიცით ახლა სააკაშვილმა რამდენი პოსტებიც არ უნდა წეროს რომ ნაცმოძრაობა დგას ქრისტიანულ დემოკრატიულ და რაღაც ოჯახურ ტრადიციულ ღირებულებებზე ვიცით სადგანან და რა ღირებულებებს ატარებდნენ ცხოვრებაში ხო ულტრალიბერალები უცებ გახდნენ როცა ჭირდებათ უცებ ხდებიან ეკლესიურები და როცა დაინახეს მე რატო გავიხსენე ახლა წინა პატრიარქის პანაშვიდები ნუ წარმოუდგენელი რა მოხდა ჩვენ ცხოვრებაში ნუ მსგავსი რამ აი მოლოდინი შეიძლება ქონდა მაგრამ ასეც ხო არავინ არ ელოდა და შეეცადნენ აი ამ პროცესთან მიყვრას და თითქოს თვითონაც იქ იყვნენ ხო ნახეთ მე ეს განცხადებები და ეს ფეიქ ვიდეოები რომ თითქოს ხალხთან ერთად იყვნენ რა გაგრძელდა შემდეგ და დღეს რა ვიხილეთ? აი დავანებოთ ახლა ამ 40 დღიან ვადას თავი. დღეს რა ვიხილეთ? შენ თუ იდექი ილია მეორის პანაშვიდზე და შენ თუ მის მიმართ ასეთი განწყობა ქონდა რომ მთელი ღამე იქ რიგში მდგარიყავი და პატივი მიაგე მის გამორჩეულს და მის დატოვებულ საპატრიარქოს დღეს მთელი დღე რო აი ამ ნეაღვარში რო სვრიდი. აი ეს ლოგიკაში ერთმანეთთან როგორ არის თავსებად? აი ამაზე ვსაუბრობ. ალოგიკურია ეს ერთი მხრივ თითქოს ამტკიცებდე რომ წინა პატრიარქს პატივს სცემდი და მის მიერ გამორჩეულს ხო ამ ხელა სამღვდელოებაში ამდენ მეუფეებში რომ გამოარჩევს ხლა ბევრი საუბარი იყო გვახსოვს ხო ეს ანდერძი იყო თუ არ იყო და ასე შემდეგ და თანამოსაყდრე ნიშნავს თუ არა ანდერს და სხვა მაგრამ გამორჩევა ხო შემთხვევით ხო არ ხდება ხო ვიცით ახლა ჩვენ გვახსოვს ამდენად ბრძენი ადამიანი იყო ხო და გადაწყვეტილებებს ასე მარტივად არ იღებდა და თუნდაც ამ პატივისცემით ჩვენ თუ ამბობ რომ პატივისცემით იყავი გამშვალული და პატივიც კი მიაგე ხო თუნდაც მისდამი პატივისცემიდან გამომდინარე დღეს ჩვენ ეს არ უნდა გვეხილა და მე რატო ვიხსენებ კიდე აი ცდელობა ქონდათ ყოველთვის რომ აი ჩვენ ეკლესიას არ ვებძით მაგრამ აი საპატრიარქო რაღაც ორგანიზაცია ბიუროკრატიული და აი საპატრიარქოს ვებრძვით აი რამ გაყო და ვინ გაყო საპატრიარქო და ეკლესია ერთმანეთისგან ეხლა ნუ ეს ხო აბსურდი არის ხო ხლა მაგათ რომ შეუტრიალო თავის ორგანიზაციის მიმართ აი ნაცმოძრაობას არ ვებრძვით მაგრამ ვებრძვით პოლიტსაბჭოს ნუ ეს ხო აბსურდია ხო პოლიტსაბჭო და პარტია რამ გაყო ერთმანეთისგან ახლა ცუდი შედარებაა მაგრამ სხვანაირად მაგათ როგორ შეუდარო არ ვიცი ათეული შეიძლება არა მაგრამ პრინციპში კი გამოდის ახლა 14 წელი და 9 20 წელზე მეტია აი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ებრძვიან საპატრიარქოს და დღეს ვიხილეთ აი იყო აი გადმოღვარეს თუ კი რაიმეს გადმოღვრა შეიძლება და ეთერში ყო მართლაც ვერ მოყვები ყველაფერს რა პოსტების და რა კომენტარების წავიკითხეთ და ერთი რამ არის უბრალოდ ეხლა ჩვენ გამოვიარეთ ვიყავით რუსეთის იმპერიაში შემდეგ საბჭოთა პერიოდში და მთელმა სამღვდელოებამ გამოიარა ეს პერიოდი და ძალიან მარტივია იარლიყების მიწებება და იარლიყები თავისკენაც მოიკითხონ ხო ვინ ასაკიდან გამომდინარე ძალიან ბევრია ახლა ჩემი თაობის ჩემზე ახალგაზრდა და ჩემზე უფროსები მათ რიგებში რომლებიც კომკავშირლებიც იყვნენ და თანამდებობებზეც იყვნენ და ასე შემდეგ და ახლა თითიდან გამოწოვილია ახლა გამოეკიდო ადამიანს იმაზე რომ მართლმადიდებლური სამყარო დიდი არ არის პრინციპში ხო რამდენიმე სახელმწიფოა და ის სემინარიები ტრადიციული
ხო, სადაც განათლებას იღებდნენ, ნუ ან რუსეთში უნდა მიიღო განათლება, ან საბერძნეთში და ნუ აი ამ ათეული წლების განმავლობაში ჩვენთანაც სასულიერო სკოლები ჩამოყალიბდა, ხო, სხვადასხვა და ის რომ ახლა გამოეკიდო ადამიანს რომ დაამთავრა რუსეთში გინდათ 90-იან წლებში და გინდათ საბჭოთა პერიოდში სასულიერო სემინარი ან სხვა სასწავლებელი, ნუ აი აბსურდია ზღაპარი. ნუ ამ ლოგიკით რომ გავყოთ საკმაოდ საინტერესო ინფორმაციის მოძიება არის შესაძლებელი. მაგას ანუ ადამიანი უნდა შეაფასო ქმედებებით. ახლა მე არ მიყვარს ასეთი რაღაცების მოყოლა, მაგრამ მქონდა პატივი ამჟამინდელ პატრიარქთან შიო მესამესთან დაახლოებით ალბათ 1 საათზე მეტი ვისაუბრეთ. ახლა მე დეტალებს ვერ მოყვები უხერხულია, იმიტომ რომ რაღაც დახურულიც ახლა ის კი არ იყო გასაიდუმლოებული, მაგრამ საჭირბოროტო საკითხებზე, სახელმწიფოებრივ საკითხებზე, მათ შორის ჯარში სამსახურზე და ასე შემდეგ, სადღაც საათზე მეტი ვისაუბრეთ. იყო იქ რამდენიმე მეუფე, მე ერთ გენერალთან ერთად ვიყავი და 1 საათი საუბარი მგონი საკმარისია, რომ დაინახო რითი არის ადამიანი გამშვალული, როგორ უყვარს თავისი ქვეყანა, თავისი სამშობლო, თავისი ხალხი და იქ სიტყვები თქვა ჯარში სამსახურთან დაკავშირებით, მაშინ ეს აჟიოტაჟი იყო გირჩის და მთელი ეს საბოტაჟი, რაც როგორც ეკლესიის წინააღმდეგ, ასევე ჯარის წინააღმდეგ ფეიქ მოწმობებს რო უშვებდნენ და ძალიან სერიოზული მასშტაბები მიიღო ამ ყველაფერმა, მაშინ აქვს ნათქვამი, რომ ვისაც ჯარში სამსახური არ უნდა, ის ეკლესიაშიც არ გვჭირდება. აი მარტო ეს ერთი ფრაზა არის საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანი როგორ უყურებს თავის ქვეყანას, თავის ჯარს, თავის ეკლესიას და ასე შემდეგ. და ამიტომ რაც შეეხება გასაგებია ბატონ რომასაც მივცეთ შარდის საშუალება, ბატონ რომან ოპოზიციამ ასეთი რამ თქვა, რომ ეკლესია არის ის მოედანი, რომელზეც ჩვენ უნდა შევიდეთ, უფრო კონკრეტულად რომ თქვათ, არის ამ სიტყვების ავტორი თინა ბოკუჩავა. თუმცა პარალელურად ოპოზიციის ლიდერები, მათ შორის სააკაშვილიც მუდმივად თავს ესხმიან ეკლესიას, არაერთი განცხადება და კომენტარი ვნახეთ. რამდენად თავსებადია და როგორ ფიქრობთ, ამავდროულად რამდენად გონივრული არის ერთის მხრივ სახად ჩანს, რომ სურთ მრევლის საკუთარ ელექტორატში მოაზრება და გადაყვანა და მეორეს მხრივ პარალელურ რეჟიმში აკეთებენ ისეთ მძიმე განცხადებებს, როგორი მძიმე განცხადებებიც მოვისმინეთ არა მხოლოდ დღეს და გუშინ, მთელი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, მათ შორის ილია მეორის ჩვენი უწმინდესის სიცოცხლის პერიოდშიც არაერთი უმძიმესი განცხადება მოგვისმენია, განსაკუთრებით გართულდა მდგომარეობა ბოლო პერიოდში. ინტრონიზაციის შემდეგ თითქოს ნაწილმა ოპოზიციის ნაწილმა შეიცვალა რიტორიკა, მაგრამ ნაწილმა კიდევ უფრო უარესი კადრა ისეთი პოსტები ვნახეთ მაგალითად Facebook-ზე და რა თქმა უნდა ტირაჟირებას არ მოახდენ იმ ყველაფრის თუ რასი ბინძურეც ვნახეთ ამ დღეების განმავლობაში მათ შორის. დიდი მადლობა მივესალმები ჩვენს მაყურებელს. ნამდვილად პატივია დღეს საზოგადოების წინაშე ჩემი მოსაზრების გამოთქმის უფლება რომ მაქვს, იმიტომ რომ მართლაც ასეთი მნიშვნელოვანი დღეა. ანდრია პირველწოდებული ხსენების დღე და ახალი პატრიარქი ყავს, ნამდვილად ამას ორივეს ულოცავ საქართველოს. და ამ შეკითხვაზე პასუხი რო გავცეთ, აუცილებლად ცოტა სიღრმეში უნდა ჩავიდეთ იმასთან დაკავშირებით, თუ როდის და როგორ ყალიბდებოდა ზოგადად მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ დამოკიდებულება იმ ძალების მხრიდან, რომელსაც ეს ადამიანები წარმოადგენენ. მე მათ ვეძახი ცივილიზაცია შეცვლილ ადამიანებს, იმიტომ რომ ხო არის ადამიანები იცვლიან გვარს, იცვლიან მისამართში და საცხოვრებელი ადგილიც გამოიცვალო და ჩვენ გვყავს საზოგადოების ნაწილი, რომელმაც გვარის და მისამართის გამოუცვლელად ცივილიზაცია შეიცვალეს. მოხდა ესეთი საკმაოდ საინტერესო ფაქტი. და მანამდე თვითონ აი პატრიარქის არჩევის თემასაც მინდა ორიოდე ეწოთით გამოვეხმაურო და აი რა გამოწვევების წინაშე რჩება კვლავ ახალი პატრიარქის სწორედ ამის გამო მან ცოტა დეტალებში შევიდეთ, იმიტომ რომ ეს ჩემი აზრით მნიშვნელოვანი იქნება მომავალში. აი თვითონ გამოსვლიდან პატრიარქის, ოდესაც საუბრობდა ტრადიციებზე და ტრადიციების მნიშვნელობაზე. აი დაუკვირდით აქ რაშია საქმე. თვითონ ტრადიციებთან დაკავშირებით მე არასოდეს არ მოვიწყდება პატრიარქის ეპისტოლე იყო არ მახსოვს 2007 თუ 2008, მაგრამ სიტყვასიტყვით შეიძლება ვერ გავიხსენო, მაგრამ მაშინაც იყო ესეთი ლაპარაკი, აი რა არის ტრადიცია და როგორ გავარჩიოთ ტრადიცია და პატრიარქი ხო მართლა ძალიან ზუსტი იყო ხოლმე თავის შეფასებებში, რომელიც
შემდეგ მის ეპისტოლებში იყო ხოლმე და მაშინ დატოვა ფორმულა, რომელიც არასოდეს არ მოვიწყდება და იმის შემდეგ ჩემთვის ეს საზომია. მან თქვა, რომ ტრადიციას მნიშვნელობა აქვს მაშინ, როდესაც ის ემსახურება სულიერი ღირებულებების გამტკიცებას. და ეს ისეთი მძლავრი ფილტრია, რომელიც ასე კარგად ნათქვამი რა ვიცი, იმიტომ რომ მაშინ იყო ლაპარაკი ეს ტრადიცია ახლა შევინარჩუნოთ თუ არა. ანუ პატრიარქმა თქვა, რომ თუ შენი ტრადიცია სულიერი ღირებულებების გამტკიცებას ემსახურება, მაშინ იმას მოკიდე ხელი და გადაეცი მომავალ მთავრობას. თუ არა და ის შეიძლება რაღაცა სოციალური კონსტრუქცია, რომელიც დროს შეიძლება მშვიდად გააყოლო თუ რაიმე სხვა არის. ამაზე ხა რატო ვამახვილებ ასე ყურადღებას იცით, იმიტომ რომ თუ შენ საუბრობ, რომ ტრადიციები ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ესე იგი შენ საუბრობ იმაზე, რომ სულიერი ღირებულებები უნდა იყოს შენთვის მნიშვნელოვანი. ეხლა ერთი წუთით ეს ხომ თქვით ეხლა და ეხლა მოდით კარგად თქვათ რა ხდება იმ გლობალურ მსოფლიოში წლების განმავლობაში. ბოლო 100 და 50 წელია. რომლის წარმომადგენლებათაც ეს ადამიანები მიიჩნევენ პრინციპში თავს და იმიტომ თქვი რომ ასეთი ცივილიზაცია გამოცვლილი ხალხია თქო. უკვე დასმულია დიაგნოზი პრინციპში რა ძირითადი ვირუსი შეეყარა დასავლურ ცივილიზაციას, რომელსაც ან იმუნიტეტი გამოუმუშავდება და გადაიტანენ, ან შეიძლება ძალიან ღრმა კრიზისში წავიდეს. მათ ბრიტანეთს ყავდა ძალიან საინტერესო ფილოსოფოსი, პოლიტიკოსი, გარდაიცვალა ევროპარლამენტში ვიყავი მაშინ, ბატონი სკრუტორი, რომელიც ამას ეძახდა თვით ლიკვიდაციის კულტურას. და საუბარი საბოლოო ჯამში რაზე იყო, ვიცით და რატო დავიწყე ამ ტრადიციი და სულიერი ღირებულებებიდან. დასავლეთმა, აი გაეროს მსოფლიო რო ავიღოთ ლიანობაში, ანუ გაეროს ზეგავლენის მიხედვით კი არა, აი გლობალური მსოფლიო. მაგათი მთავარი შეცდომა იყო სწორედ ის, რომ ისინი ამბობდნენ, რომ მშვიდობა ეთიკური კონსენსუსის გარეშეც არის შესაძლებელი. დაუკვირდით ამას. ანუ სულიერი ღირებულებებთან თანხმობის გარეშეც ამ მსოფლიოს აშენებას ცდილობდნენ. ამას თავისი საფუძვლები ჰქონდა, რა თქმა უნდა, ისინი ხელმძღვანელობდნენ მთელი რიგი ფილოსოფიური მოძღვრებებით, რომელიც მე-16 და მე-17 საუკუნეში იღებდა სათავეს, რადგან მაშინდელი რელიგიური ობების გამო ისინი პირიქით თვლიდნენ კიდევაც, რომ აი სწორედ სულიერი ღირებულებებია ის მთავარი ამძრავი, რომელსაც კონფლიქტებამდე მივყავართ, ამიტომ ეს გადავიტანოთ უკანა მხარეს და მოვიგონოთ რაღაც უნივერსალური ღირებულებები, რომელიც ჩვენ დაგვაკავშირებს. და ერთი ასევე ცნობილი მოაზროვნის ზუსტი ფრაზით იყო ნამართი ეს ყველაფერი, რომელიც ამბობდა, რომ ადამიანს აქვს ყველაფრის უფლება, მისი სურვილით მას აქვს, ოღონდ მან ზიანი არ უნდა მიაყენოსო სხვა ადამიანს და აი სიტყვა ზიანმა და მასთან დაკავშირებულმა სხვადასხვა განმარტებებმა, სხვადასხვა კულტურის მიერ მოიტანა ზუსტად ის გაუგებრობა, რასაც ეწოდა ის ცივილიზაციური ვირუსი, რომელიც პრინციპში მათ დაემართა, იმიტომ რომ სხვადასხვა კულტურა ზუსტად იმიტომ რომ ეთიკური ნორმები სხვადასხვა კულტურაში ზიანს სხვადასხვანაირად განმარტავს. ის რაც თქვენთვის ზიანია და ეთიკური ნორმები რას ნიშნავს? ანუ რა არის კარგი და რა არის ცუდი, ამაზე თუ ჩვენ სხვადასხვანაირი შეხედულება გვაქვს, მაშინ ერთობა ჩვენი არ გამოდის. შეიძლება ეს შესაძლებელი იყოს იმ შემთხვევაში, 8 მილიარდი ადამიანი ყველა იცხოვრებდა თავისი შეხედულებით და კონკრეტული ეთიკური ნორმებით, რო არ არსებობდეს დაპირისპირება ტერიტორიებზე და რესურსებზე. კი ბატონო, მაგრამ ასე არ არის სამყარო მოწყობილი. გაერთიანება ადამიანები შეუძლია მხოლოდ აი, როდესაც მე ტრადიციებზე საუბრობდი, ერთი ეთიკური ნორმების, ანუ რა არის კარგი და რა არის ცუდი, რომ დავაკონკრეტო ამასთან დაკავშირებით ერთიანი შეხედულებების გარეშე ადამიანები ვერ ერთიანდებიან და ეს ილუზია, რომელიც დასავლეთში ჩამოყალიბდა ძალიან გასაგები მიზეზების გამო, სხვათაშორის ამას ხას უსვამ, იმიტომ რომ რელიგია თავიდანვე მართლა იყო დაპირისპირების მიზეზი, მაგრამ კულტურული განსხვავებულობები ბუნებამ შექმნა, ადამიანს არ შეუქმნია. ამიტომ აი ეს ზიანის განსაზღვრებაც თვითონ კულტურამ და ბუნებამ მოიტანა და ეხლა ამას იმიტომ ამბობ, რომ ეს ხალხი, რომელსაც ეხლა თქვენ ასახელებთ, ესენი იმ სამყაროს წარმომადგენლად მიიჩნევენ თავს, რომლებიც ამბობ ჯერ კიდევ ვფიქრობენ, რომ არავითარი ეთიკური ნორმების ერთობლიობა საზოგადოების სიმყარისათვის საერთო არ არისო. წარმოიდგინეთ ეხლა ესენი როგორ დაუპირისპირდებიან იმას, რაც თქვა ეხლა პატრიარქმა, პირდაპირ კი არ არის, თუ ჩვენ ტრადიციები მოგწონს, ესე იგი სულიერი ღირებულებები ჩვენთვის მნიშვნელოვანია და თუ ჩვენ ხვდებით იმას, რომ
ეთიკური ნორმების ერთობის გარეშე ღირებულებათა სისტემა არ არის ერთიანი, მაშინ ერთობა არ არის და იქეთა მხარე პირიქით საპირისპირო სამდგისას უფრო მეტიც თუ ეს ეთიკური ნორმები ღვთაებრივი ძალის მიერ ნაკარნახებიაო, მაგან დაღუპა სოფლიოში და მაგან გამოიწვია ომები 3 საუკუნის განმავლობაში ამ იდეოლოგიის მატარებელი ხალხი იყო ის, რომლებიც ახლა იღვიძებენ დასავლეთში ძალიან ბევრია ისეთი მოაზროვნე, რომელიც აშკარად ილაშქრებს ამის წინაშე და კიდევ რელიგიას ძალიან მეორე დატვირთვა აქვს. ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ რელიგიის მნიშვნელობაზე, ზოგადად კაცობრიობის განვითარებაში, მაგრამ ასევე შეგვიძლია ვილაპარაკოთ ამ გეოპოლიტიკური ცვლილებების დროს რელიგიის მნიშვნელობაზე. რატომ მიაკითხა ყველამ რელიგიას ახლა ზოგმა გულწრფელად, ზოგმა პრაგმატულად? იმიტომ რომ რადგან ცივილიზაციური დაპირისპირებისაკენ მიდის საქმე და მიდის ნამდვილად, ახლა ეს არნიშნავს რომ ყველა ცივილიზაცია ერთმანეთს ბომბებს დაუშენს, მაგრამ ცივილიზაციური დაპირისპირება იკვეთება. ცივილიზაციური დაპირისპირება იმას კი არნიშნავს, რომ იმ ცივილიზაციის და ამ ცივილიზაციის ღირებულებები, რადგან ვერ ერთმანეთს იმიტომ შეერკინებიან ისინი ერთმანეთს, მოტივაციები ეგ შეიძლება სულ სხვა იყოს და როგორც ხედავთ ახლა ამინაზე უკეთესად ვინიცის ეგ მოტივაციები ძირითადი კორიდორებთან და რესურსებთან არის დაკავშირებული, მაგრამ შენი ხალხი აიყოლიო და წამოიყვანო, მათი გაერთიანება გჭირდება და გამაერთიანებელი იდეა რელიგიის გარდა რომ არც ერთი არ არის, ეგ ყველამ გაიგო. და ამიტომ ცივილიზაციური დაპირისპირების წინ ადამიანებმა მიაკითხეს რელიგიას ზოგმა გულწრფელად, ზოგმა უბრალოდ პრაგმატულად, იმისათვის რომ საზოგადოება და მობილიზება მოხდეს სწორედ ამ ეთიკური ნორმების ერთიანობის შემთხვევაში. ამიტომ ახლა ეს პრობლემა, რომელიც ჩვენს წინაშე დგას, შიგნით არა, ეს ცივილიზაცია გამოცვლილი ხალხი მეტყუვილად და ჩვენი გახლეჩილობა არის ძალიან სერიოზული. აქ ჩვენ რაღაცა ფაქტების სხვადასხვანაირ აღქმაზე კი არა გვაქვს საქმე, ჩვენ გვაქვს რეალობის ორი აღქმა და ის რეალობა, რომელსაც ის ადამიანები წარმოადგენენ, რომელთანაც მე რაღაცა არ ვიცი როგორ უნდა მოვახერხოთ თანაცხოვრება, არა და ჩვენი მოქალაქეები არიან ისინიც რა თქმა უნდა, მაგრამ მათ აქვს რეალობის სხვა აღქმა და ეს რეალობის სხვა აღქმაში ზუსტად გადამწყვეტი არის ის, რომ ეთიკური ნორმების, ანუ რა არის კარგი და რა არის ცუდი, ამასთან დაკავშირებით ერთნაირი ხედვა აუცილებელი არ არისო. ისინი ასე გაიზარდნენ, ასე მოამზადეს და ეს ფილოსოფია დგას მას უკან. რომელსაც ახლა ცივილიზაციური დაპირისპირების შორის ადამიანთა გაერთიანების გარდაუვალი აუცილებლობა უარყოფს, მაგრამ იმდენად ძლიერია ეს ნარატივი და იმდენი ხანია მოდის და ისეთი ტალღებით მოდის, რომ ასე უცებ ვერ წევენ ამას. 2018 წელი იყო, მახსოვს და მაშინ დაიბეჭდა ესეთი პარიზის ფილოსოფოსთა დეკლარაცია ერქვა. შეიკრიბნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც ახლა ვერც პრორუსულობას დააბრალებდი და ვერც კომპეტენციის ნაკლებობას, მაგრამ მათ იგრძნეს ეს. და ეს დეკლარაცია გამოუშვეს სწორედ იმიტომ, რომ ეს იყო მოწოდება ევროპისათვის, რომ აი ეს თქვენი იდეა იმასთან დაკავშირებით, რომ აი მულტიკულტურული საზოგადოება ყველა შემთხვევაში შეიძლება წარმატებული იყოს. იყო, როდესაც არ იყო რესურსებზე ბრძოლა და მშვიდობა თუ არის და არავინ არაფერზე არ გებრძვის, კიდე თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ რაშია კიდე იცი საქმე? თვითონ ერთი ეთნოსის შიგნით არის ეს პრობლემა. თორე ახლა ჩვენ და აზერბაიჯანელები ცხოვრობთ, ეთიკური ნორმებით შეიძლება სხვა გვაქვს და ღირებულებაც სხვა გვაქვს, მაგრამ პრობლემა არ არის, მაგრამ ერთი ეთნოსის შიგნით, როცა არაბუნებრივად ხდება ასე აი სოლივით შემოჭრილი ცივილიზაციური ღირებულებები, რომელსაც თავისი მიზნები აქვს და იმ ცივილიზაციას სხვათა შორის მართლმადიდებლური რელიგია ყველაზე არახელის შემწყობ რელიგიად მიაჩნდა ბიზნესის წარმოების და პროგრესის კონტექსტში თუ გნებავთ ასე ვთქვათ. ყველა ანალიტიკოსმა იცის ნობელი წიგნი პროტესტანტული ეთიკა და კაპიტალიზმი, სადაც ითვლება, რომ სწორედ აი პროტესტანტული ეთიკა არის ის ეთიკა, რომელიც განაპირობებს პროგრესს დასავლური გაგებით და ბიზნესის მეორე ადგილზე არის კათოლიციზმი, ხოლო მართლმადიდებლობა ეს არის ყველაზე არახელშემწყობი რელიგია, რომელიც მაქსიმალურად ზღუდავს ინდივიდუალიზმს, მაშინ როდესაც პროტესტანტიზმი მაქსიმალურად ახალისმის ამას რაღაც გაგებით ასეც არის, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, შენ საბოლოო მიზანი რა გაქვს. თუ ჩვენ მართლა უბრუნდებით ტრადიციებს და ჩვენთვის მართლა მნიშვნელოვანი ხდება ღირებულებები, მაშინ ეს ეგოიზმზე დაფუძნებული აბსოლუტურად მხოლოდ მატერიალისტური მოლოდინები ჩვენი ცხოვრების თუ ჩვენი საერთო თანაცხოვრების მიმართ, ამას უნდა შეველიოთ. ეს ერთად არ გამოვა. ამიტომ ეს არის ის დიდი გამოწვევები, რომელიც ახლა ახალი პატრიარქის წინაშე დგას, როგორც ამერანო თქვა, მეც მქონდა ერთი
შეიძლება თვითონ აღარ წახსოვს რამოდენიმე პარლამენტარი შევხვდით მას. დაახლოებით ამ საკითხებზე ვისაუბრეთ და მე ძალიან დიდი კმაყოფილებით მახსოვს მისი გამოხმაურება. თქვა კიდევაც გავაგრძელოთ ამ თემაზე საუბარიო და მე ალბათ გაუგებრობა იყო მე კი შევეხმიანე ვინც პრინციპში საკონტაქტო უნდა ყოფილიყო და მე უკავშირი აღარ ყოფილა, მაგრამ მისი დაფიქრება მახსოვს და ძალიან შინაარსიანი შესვლა ამ საკითხებში, რომელზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, იმიტომ რომ რაშია იცით საქმე? თვითონ რელიგიას მარტო აქ კი არა სხვაგანაც ეგონა რომ მის სასწორის მეორე მხარეზე იდგა ათეიზმი. და ამასობაში ჩამოყალიბდა იდეოლოგია, რომელმაც ყველა იდეოლოგიას გაასწრო. ლიბერალიზმსაც, კონსერვატიზმსაც, სოციალიზმსაც და ნებისმიერ ეს იდეოლოგია არის ნიჰილიზმი. რომელიც 150 წლის უკან ძალიან დიდმა გონებებმა წინასწარმეტყველეს, როდესაც დაინახეს, რომ რელიგიას ისე უდგებოდნენ, როგორც იყო რეალობაში, მაგრამ ამ ნიჰილიზმმა უკვე იმხელა დესტაბილიზაცია მოიტანა, განსაკუთრებით ეხლა ცივილიზაციურ დაპირისპირებაზე რო ვლაპარაკობ. ეხლა ფაქტიურად ანტიდეპრესანტები რო საკვებ რაციონშია, ის ადამიანი სამშობლოს დასაცავად წავიდეს და ზღურულ შესაძლებლობებზე გაიაროს იდეის გულისთვის, მაგათთან აღარ არის ეხლა რაც არ უნდა აკრიტიკო შიდა სოციალური მოწყობისათვის ირანელებია რა, ხო ხედავთ იქ როგორი მობილიზება ხდება, იმიტომ რომ მათ ეს არ გაუკეთებიათ, მათ არ უთქვამთ რომ მოდით ის რა ყველა თავთავისი ღირებულება ქონდეს და ისე იცხოვროს. ეხლა ჩვენ შეიძლება მოგწონს თუ არ მოგწონს მეორე საკითხია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შენ თუ ამის უფლებას აძლევს შენ სოციუმს, რომ მოდი ყველამ თქვენი ეთიკით იცხოვრეთო, მაშინ სხვა სოციუმი, რომელიც დაგიპირისპირდება იმან თუ სხვა ამის უფლება თავისთავად არ მიცა, ის გაჯობებს ყოველთვის, იმიტომ რომ ზღურულ შესაძლებლობებზე გასვლა, რასაც თავგანწირვა ქვია, შეიძლება მხოლოდ ან იმ შემთხვევაში თუ შენს საკუთარ სიცოცხლეს და შენი ახლობლის სიცოცხლეს იცავ, ან იმ იდეას იცავ, რომელიც იმ ტერიტორიაზე დომინანტი, ასეთ რელიგია იყო ყოველთვის. თქვა ამირანმა, რატო გადავრჩით? იმიტომ რომ ქრისტიანობა ჩვენთვის სხვა რამე იყო, ევროპელები ამას ვერასოდეს ვერ გაიგებენ, იმიტომ რომ ისინი ერთიანი კათოლიკური სივრცის შიგნით შეიქმნენ სხვადასხვა ნაციონალური სახელმწიფოები, ამ ნაციონალური სახელმწიფოების გაგებას 200 წელი აქვს სულ. ერთიანი კათოლიკური სივრცეში შეიქმნენ და ჩვენ არ ვქონია ჩვენთან სახელმწიფო და რელიგია ისე იყო ერთმანეთთან გადაჯაჭვული, რომ ჩვენი იდენტობა და ჩვენი დამოკიდებულება რელიგიის მიერ და მათი დამოკიდებულება სხვა არის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ეხლა ეს დიდი გამოწვევები, რაც ეხლა პატრიარქის წინაშე არის, ჩვენ ძალიან ხარში უნდა ამოვუდგეთ მას, იმიტომ რომ ეს ხალხი ერთის მხრივ ჩვენი მოქალაქეები არიან, მეორე მხრივ როგორც გითხარით, სხვა ცივილიზაციას ეკუთვნიან ფაქტიურად ღირებულებებით და მათი ეთიკური ნორმები სხვა არის და ეხლა ჩვენ რო წინ დრო გქონდეს სამუშაო, ერთმანეთთან სასაუბრო და ასე შემდეგ, არა? დრო არ არის, ისე იძაბება, ყველაფერი გჭირდება ერთ მუშტად შეკრული ერი უნდა ვიყო და ამ დროს შიგნით რა ამბავია. კი ბატონო, ბატონო რომან და ბატონო ამირან, დღეს შედარებით მოკლე არის ქრონომეტრაჟის ჩვენი გადაცემა იმის გათვალისწინებით, რომ ზუსტად 23 საათიდან იწყება ევროვიზია, ამიტომ შევეცდები მაქსიმალურად ბევრი თემა მოვასწრო და სხვათა შორის აქვე უნდა აღნიშნო, რომ ევროვიზიის სცენაზე 18 წლის შემდეგ დღეს პირველად იმღერებენ ბზიკები და ბატონო ამირან, მინდა რომ სანქციების ნაწილზეც ვისაუბროთ. ორი წუთით რო წინა კითხვას დავამატო შეიძლება? კი, რა თქმა უნდა, თუმცა ჯერ შეკითხვას დაგისვამთ და შემდეგ შეგიძლიათ რომ იმ შეკითხვასაც, იმ წინა კითხვასაც უპასუხოთ და თქვენი კომენტარი გააგრძელოთ ბატონი რომანის აზრი. სანქციების თემას რაც შეეხება, იმედის და პოზიტივის დასანქცირება გვახსოვს და აი ამ დასანქცირების შემდეგ ორი ევროპარლამენტარი ამჯერად უკვე პირველი არხის და რუსთავის ხელმძღვანელების დასანქცირებას ითხოვენ. მოთხოვნის პარალელურად, რა თქმა უნდა, არგუმენტები არ მოგვისმენია, არც მხოლოდ ბრალდებები ისმის პრაქტიკულად, მტკიცებულებებს რაც შეეხება, არც ამ კონკრეტულ შემთხვევაში არსებობს მტკიცებულებები და ვერცი არსებობს. ამ დრომდე მედიის დამოუკიდებლობა და საქმეში, მედიის საქმეში ჩაუყრებლობა ყოველ შემთხვევაში ვიცოდით რომ დემოკრატიის და ვიცით რომ ერთ-ერთი მთავარი პრინციპი არის, მაგრამ ამის მიუხედავად ვხედავთ რომ თქვენ არისაუბრებთ იმას რაც მე მინდა, ასეთ შემთხვევაში მე თქვენს წინააღმდეგ გამოვიყენებ სანქციებს. შევეცდები რომ გამოვიყენო სანქციები. როგორ ფიქრობთ, მაინტერესებს თქვენგან, არის თუ არა სანქციები ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც მათ შორის ცდილობენ თუ არა გამოიყენონ ერთგვარ მექანიზმად, ბერკეტად და ვთქვათ რაღაცა ისეთ მექანიზმად, რომელიც პოლიტიკური არ აღარ ასე ვთქვათ. გასაგებია. წინა საკის დავამატებ ორი სიტყვით რომანმა ბრწყინვალედ დაახსნა ყველაფერი თუ რა ხდება ზოგადად
ცივილიზაციურად ამ რელიგიასთან მიმართებით და ვინ რა იგრძნო, ვინ ბუნებრივად, ვინ პრაგმატულად, მაგრამ აი ჩვენებს რაც შეეხება კითხვა, რაც დასვი, რომ ამ მოედანზე შესვლა გადაწყვიტეს, აი რამდენჯერმე მოусმინე ოპოზიციამ გადაწყვიტა ეკლესიის მოედანზე შესვლა. ეს ხო მხოლოდ მისი აზრი არ იყო და ჩვენ აგერ ახლა გუშინდელი თუ დღევანდელი პოსტი იყო სააკაშვილის, რაც გავიხსენდე, რომ ჩვენ ქრისტიანულ ღირებულებებზე ვდგავართო. ერთია რას ლაპარაკობ, მეორეა შენი ქმედებები. რა იგზნეს ამათ? იგზნეს ის, რასაც საუბრობდი, დაინახეს ძალა. ჯერ შარშანი იყო და შარშანწინ ორჯერ ძალიან მასშტაბურად ჩატარდა 17 მაისიან ოჯახის სიწმინდის დღე და შემდეგ დაინახეს კიდევ უფრო მეტი მასშტაბით და მეტი მობილიზაცია ხალხის პატრიარქის გარდაცვალებიდან გამომდინარე და იმ დღეებში. და აი ამ ყველაფერს როცა ესენი უყურებენ და აანალიზებენ საკუთარ შედეგებს პოლიტიკაში. 10 არჩევნები წააგეს და რაღაცის ძიებაში არიან. თებით, ანუ და ახალ მოედანს ეძებენ. და შედიან იმ მოედანზე, ასე თქვა, რაც არ არის მათი, არაბუნებრივია. ხო, რასაც ებრძოდნენ, რასაც ანგრევდნენ. ყველანაირად, ნუ ახლა დრო არ გვეყოფა ყველაფერი მოუყვეთ სისტემურად როგორ ანგრევდნენ ისინი ღირებულებებს. ახალ ადამიანს ქმნიდნენ. ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში. რა თქმა უნდა, ახლა ბავშვს რო ასწავლი, რომ შენ ბილეთი გაქვს ნაყიდი და მოხუც ხანდაზმულ ადამიანს არ აქვს სქეს მნიშვნელობა, ადგილი არ უნდა დაუთმო და დღეს მელაპარაკები რაღაც ოჯახურ ღირებულებებზე და ტრადიციებზე, ნუ ახლა აბსურდია, ხო? და აი ამაზე იდგნენ ისინი და დღესაც ახლა რომ შეეკითხო, იტყვიან რომ ეს მართალი იყო. ხო? ანუ 50 თეთრით განისაზღვრება ზრდილობა, აღზრდა და ყველაფერი, ხო? და პატივისცემა უფროსისად. დრო შენ 50 თეთრიანი ბილეთი გაქვს ნაყიდი. ხო და ამიტომ გადაწყვიტეს, შევიდეთ ამ ჯერ ეს სიტყვა, რომ აი მეც ეკლესიური ვარ და მე იქ მესამე პირში ლაპარაკობ, ჩვენც ეკლესიურები ვართ და შენ თუ ეკლესიური ხარ, ხო, აი დღეს რა განსთა უნდა ქონოდა ყველა მართლმადიდებელს საქართველოში. სიხარულის გრძნობა. აი ძალიან კარგი რამ მოხდა ახლა მე იმედი მაქვს რომ სინოდი ასეც გააგრძელებს და ეკლესიაც ერთ მუშტად, თუმცა ნუ იქნება ახლა რაღაც გადახრები, მაგრამ აი ორი კანდიდატი რომელიც იყო მე უკვე ამჟამად უკვე პატრიარქთან ერთად, ხო? აი მათი განცხადებები, მათი ქმედებები, აი ინტრონიზაციის დროს და მათი პოზიცია, რომ დღეს ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაგრძელოთ. აი ეს არის და სიხარულის გზნობა, რასაც სიხარული რა არის? აი ხო შეიძლება მომხდარიყო, რომ ვერც პირველი მცდელობით აგვერჩია პატრიარქი, ვერც მეორე მცდელობით რაღაც კრიზისები წასულიყო. და აი აქ ჩვენ ნახეთ აი ესეთი მკაფიო მხარდაჭერა სინოდში, ხო, ერთი კანდიდატის მიმართ და თელმა სინოდმა ეს ყველაფერი ესე იგი მიიღო ერთხმად, იმიტომ რომ ასე გადაწყვიტა უმრავლესობა. და შენ თუ მართლმადიდებელი ხარ, შენ თუ ამ მოედანზე შემოსვლა გინდა, ჯერ ერთი მოედანზე შემოსვლა კი არ უნდა გჭირდებოდეს შენ. შენ ამ მოედანზე უნდა იყო. და შენ როცა ამბობ პოლიტიკოსი რომ ამ მოედანზე უნდა შევიდეთ, ესე იგი შენ ცდილობ ამ თემის და ეკლესიის შენი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას. ანუ შენთვის ეს არაბუნებრივია. შენ კი არ ხარ, შენი იდეოლოგია კი არა პარტიის იდეოლოგია და შენი პირადი მოქალაქის პოლიტიკოსის იდეოლოგია და აი ამ პოლიტიკურ სისტემაში სადღაც აქ კი არ დგახარ შენი ღირებულებები და უბრალოდ შეხედე რომ პრაგმატიზმიც არ არის ეს უფრო ფარისეულობა. გასაგებია ბატონო, რა ეს არის ახლა რა შეეხება სანქციების ნაწილზე? რა შეეხება სანქციებს? აქაც მარტივადაა საქმე. ახლა ნახეთ, კარგი სიუჟეტი ქონდა ახლა თქვენი კონკურენტ ტელევიზია იმედი, მაგრამ ავტორს კითხვას უსვამდა ძალიან ძილობიანად, რომ ერთი მაგალითი დაგვისახელეთ. ანუ უყურეთ
აი მოდენა ევროპარლამენტში ზის დეპუტატი, ჯერტი რომლის წარსული არის, უამრავი პოსტები მაქვს დაწერილი, აუცილებლად ამ 15 წლის განმავლობაში, ალბათ პირველი ვიყავ, ვინც ამოვჩხრიკე მაგის ბიოგრაფია, 87 წელს შევიდა პარტიაში. აი მის ქვეყანაში არის დღეს ახლა რომ ნახოთ, ნუ ახლა ამ წლებში თუ შეიქმნა არ ვამბობ, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლამდე ლიტვაში იყო პარტიები, რომლებიც შექმნილი იყო ლიტვის საბჭოთა კავშირში შესვლამდე და საბჭოთა პერიოდში იყო ერთადერთი პარტია, რომელიც შეიქმნა გარბაჩოვის პერესტროიკის წლებში გარდაქმნის მხარდასაჭერად 87 წელს და სტატიები მაქვს ნანახი 500 ინტელიგენტი შეიყვანეს დარბაზში, ექიმები, მსახიობები, ხელოვანი ხალხი, რა ვიცი, 1000 ესე მოუყარეს თავი, შეიყვანეს შენობაში და ჩამოაყალიბებინეს პარტია საიუდისი, რომლის წევრი იყო თვითონ კუბილიუსი მათ შორის. და ესენი გვიკითხავენ დღეს ლექციებს იქედან და მოძღრავენ. და აი ეს დეპუტატი, ჯერ მისი ბიოგრაფიით, რაღაც სიტყვის თავისუფლებაზე რო გელაპარაკება, ეს ერთი და მეორე როცა შედიხარ ასეთი წინადადებით, რომ ერთ დროს, რა ვიცი, მეგობარ ქვეყანაში ასანქცირებ ტელევიზიას და არ გაქვს არგუმენტები და აგზავნი თანაშემწესთან. ეს არგუმენტები მას გადაღეჭილი უნდა ქონოდა, ფაქტები უნდა ქონოდა, გადაღეჭილი და ღამე რო გააღვიძო, უნდა იცოდეს ზეპირად, რის გამო შეგაქვს. ესე ხო არ არის? ჰაერზე ასანქცირებ ტელევიზიას და მედია ხო, ანუ სიტყვის თავისუფლება მაგად განვისწავ. ეს ფაქტი. და ეს ფაქტი გვეუბნება ერთ რამეს, როცა ვერ ერევიან იმ ხელისუფლებას, რომ ხელისუფლებასაც ვერ ერევიან ბოლო რამდენიმე წელიწადია, ცდილობენ ყველაფერს, დაწყებული პერსონალური სანქციებიდან დამთავრებული მივიდნენ უკვე იმ დასკვნამდე, რომ მედია უნდა გააჩუმონ, ის მედია, რომელიც არ ემსახურება მათ ინტერესებს. და ახლა რეიტინგებს რო გადახედონ, პოლიტიკური ველიც ფაქტობრივად ისია დალაგებული, ვინ რომელ ტელევიზიას უსმენს და შედეგებიც ისეჯდება ანგარიშებზე, არც ერთ მედიას არ მინდა ვაწყენინო, არის მედია, მე არ გულისხმობ, პარტიის მომხრე კი არ არიან, არის რამდენიმე ტელევიზია, რომელიც ემსახურება ინფორმაციის გავრცელებას და არის რამდენიმე ტელევიზია, რომელიც ებრძვის ქვეყანას. და მათ შორის ეკლესიას აი დღეს დარბოდნენ მიკროფონებით და რაღაც უაზრო კითხვებს ვამდენ, ახლა არ მინდა ეს კითხვები აქ პატრიარქის არჩევა ხდება და ამის ირგვლივ უნდა იყოს მთელი კითხვები და დანარჩენი ხვალ კითხები ვერ იპოვი ამ მეუფეებს ან იქ მოწვეულ სტუმრებს თუ რა. ანუ ყოველ წამს ამას ამჟღავნებდნენ ეკლესიასთან ბრძოლას და ну медиის როლი ახლა პოლიტიკაში ხო გასაგებია ჩვენთვისაც და მათთვისაც. ამიტომ ამოარჩიეს ეს ტელევიზიები და ურტყამენ და არ შეეშვებიან ამ ტელევიზიებს სანამ არ გააჩუმებენ, მაგრამ ვერ გააჩუმებენ. გამოინახება გზები, რამდენიც არ უნდა დაასანქცირონ და ის მედიები, რომლებიც მათ ინტერესებს არ ემსახურება, მაინც იმუშავებს საქართველოში და აი ამ ყველაფრით საქართველოში აძლიერებენ ევროსკეპტიციზმს, ასე ზრდილობიანად ვიტყვი. დღეს ახლა არ ვიცი ევროპის ხსენებაზე, ну შეიძლება შეგაგინო. აი ამ ყველაფრის გამო, მათ გამო, აი მათი ასეთი უსამართლო ქმედებების გამო. მართლაც რომ რაიმე საფუძველი ქონდეს, მედია უბრალოდ არ უნდა დაასანქცირო, არ ვიცი, ძალიან სერიოზული არგუმენტებია საჭირო იმისათვის, რომ მედია დაასანქცირო. ძალიან სერიოზული არგუმენტები, ну მიუშვირეს მიკროფონი და ერთი ფაქტი გითხარით დეზინფორმაციის. და ხო უნდა თქვას, რომ აი ჩემზე გაავრცელეთ დეზინფორმაცია სიტყვაზე, ან ევროპარლამენტზე გაავრცელეთ აი ესა და ეს ინფორმაცია, ანუ შენ რო შედიხარ იმითი, რა ქვია, რაღაცა წინადადებით და ითხოვ რომ მე ხმა მომეცით, ხო უნდა სიტყვით ხო უნდა გამოხვიდე და თქვა. აი მოყვე უნდა. ფაქტია ერთი, მეორე, მეხუთე, მეასე და მთელი, რა ვიცი, ტომები უნდა იყოს. არა, მსგავსი ფაქტები, მტკიცებულებები ფაქტია. ხო და ესა, ამიტომ მიზანი არის ერთადერთი. აი ამ ტელევიზიების გაჩუმება იმისათვის, რომ მოახდინონ ზეგავლენა პოლიტიკურ პროცესზე. მეტი არაფერი.
კი ბატონო, გასაგებია. კიდევ ერთი საკითხი მინდა ბატონო რომ მოვასწრო და ეს არის ოპოზიციის ერთობა. 9 ოპოზიციური პარტიის მიერ დაანონსებული ერთობა ერთად გამარჯვებისთვის დღითი დღე ფაქტი არის რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. მიზეზი ისევ არის დაპირისპირება. პატიმარი სააკაშვილი ალიანსის წევრებს ციხიდან პოლიტიკურ დარიგებებს უგზავნის და სტრატეგიას უწუნებს. აქვე შეგვიძლია თამარ ჩერგოლეიშვილი გავიხსენოთ. მას ბელოც უწოდებს და ამბობს რომ ვინც ალიანსის სტრატეგიას და წესებს უარყოფს ის ალიანსის მიღმა აყენებს თავს და თვით მარგინალიზაციას ეწევა. რა პერსპექტივა აქვს საინტერესოა როგორ ხედავთ ოპოზიციის ერთობაში და რა მიზანს ემსახურება 26 მაისს დაანონსებული აქცია და შეკრება აქვე მაინტერესებს რომ მოვასწრო კიდევ ერთი კითხვა რა მიზანს როგორ ხედავთ პროცესს ეს არის მზადება 26 მაისისთვის რევოლუციური სცენარისთვის ოპოზიციის მხრიდან თუ ისინი ემზადებიან არჩევნებისთვის თუ მას შემდეგ რაც ჩავარდება 26 მაისს თქვა რევოლუციური სცენარი შემდეგ უკვე გადავლენ შემდეგ ფაზაზე და მოემზადებიან არჩევნებისთვის ეს ხომ არაბნევს მათ ამომრჩეველს და აქვე სანქციების ნაწილზეც რომ მიპასუხოთ არის თუ არა როგორ ხედავთ ეს პოლიტიკური იარაღი ცდილობენ თუ არა პოლიტიკური იარაღად გამოყენებას კი ბატონო დიდი მადლობა სულ ორი სიტყვით გავაგრძელებ ამირანის კომენტარს ტელევიზიასთან დაკავშირებით ეს ის სამყაროა რომელიც ამას აკეთებს რომელიც ლიბერალურ სამყაროდ მიიჩნევს თავს და მაგათი მთავარი ლოზუნგი იცით რა იყო თავისთავად რომ ჭეშმარიტებაზე მონოპოლია არავის არ უნდა კონდეს ო ეს ხალხი არის ეხლა ამაზე რო ლაპარაკობს მე ჯერ ერთი იმედს ვინა უგზალა საკუთარი პოზიცია რო კონდეს მაგრამ არსებობს კიდე ერთი ძალიან ესეთი დელიკატური ნიუანსი რა რომ რუსები აკრიტიკებენ და ებრძვიან ევროპას და ევროპის ჩვენს მიმართ დამოკიდებულების გამო იმ უსამართლობათა გამო რაც რეალურად შედგა ჩვენც ვაკრიტიკებთ თანდახან ეს რიტორიკა შეიძლება დაემთხვეს იმას ეხლა და ჩვენი ერთადერთი საზომი კრიტერიუმი რუსეთის რომელიმე პოლიტიკოსის და ბლოგერის ნათქვამს რო არ დაემთხვეს ეს ვარ იქნება ერთ-ერთი საზომი პოზიციის ჩამოყალიბების ჩვენ ვაყალიბებთ იმ პოზიციას მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო ისინი სულ სხვა მოცემულობის გამო ჩვენ ინტერესთა აცდენის გამო აღმოჩნდით ასე მდგომარეობაში რომ ჩვენ გვიწევს ხანდახან ევროპის სხვადასხვა პირების კრიტიკა მათი პოზიციების და ახლა ფაქტიურად რომ დაუკვირდია რა აი დამთხვევის გარდა რომ აი ვიღაცის პოლიტიკა რიტორიკას ემთხვევაო სხვა მიზეზს ვერ ნახავ პრორუსულობის ძირითადად რა და აი ეს არის თავი რომ აი ისიც ასე ლაპარაკობს როგორც იმას თავის мотиваცია აქვს და რაღაცა შეიძლება ეს დაემთხვეს მაგრამ ჩემი აზრით რა შეასაქმე იცით ახლა ეს საზოგადოების დიდმა ნაწილმა ჩემი აზრით უკვე გაიგო და აი საზოგადოების დიდმა ნაწილმაც უკვე თქვენს შემდეგ შეკითხვაზე გამოდივა რატო არ აქვს ამათ პერსპექტივა ეს სოციოლოგებმა იცოდენ მაგრამ უკვე საზოგადოებას მიხვდა იმას რომ საერთოდ ადამიანები როდესაც თანხმდებიან იმაზე რა არ უნდათ ეგ არნიშნავს იმას რომ შეთანხმდებიან იმაზე რა უნდათ და ეს უკვე გასაგებია უკვე დიდი ხანი ეს ხალხი ჯერ რა არ უნდათ იმაზეც ვერ არიან შეთანხმებული პრინციპში ნორმალურად ახლა როგორ წარმოგიდგენია რომ ესე რა უნდათ იმაზე შეთანხმდნენ თანაც ისეთ რთულ პერიოდში როდესაც როგორი გადაწყვეტილებები არის მისაღები წინ და საზოგადოების უმრავლესობა მე მგონია რომ ხედავს უბრალოდ ამას რომ ეს ხალხი ჯერ ყველა ერთის წინააღმდეგ ფორმულა რო არ მუშაობს ეს გასაგებია საზოგადოების ამას არასოდეს აღარ დაუბრუნდებიან მერი ადამიანები რომ მხოლოდ იმაზე თანხმდებიან რა არ უნდათ როგორც გითხარით ეს არ ნიშნავს იმას და ამათ არაფერი ეტყობათ იმის მსგავსი რომ ესენი რამეზე შეთანხმდებიან და ეს არგუმენტები ჩემი აზრით თავი რო დავანებოთ იქ მათ შორის იმ თავარი წარმართველი ძალის რეპუტაციას რომელიც დაუშვათ წინა ხელისუფლებას უკავშირდება იქ არის რამოდენიმე ახალი შექმნილი ძალა მაგრამ თუ ისინი ცალკე თამაშს მოახერხებენ ეხლა პირდაპირ რა თქმა უნდა დიდ წარმატებას ვერ მიაღწევს მაგრამ ჩემი აზრით თუ იმე მოახერხებს რომ ცალკე ითამაშოს თავისი თამაში და თავისი 1%-დან დაიწყოს მაგრამ ნელ-ნელა გაზარდოს ეს უფრო პერსპექტიული იქნება ვიდრე ეს ერთობა რომელსაც ჩემი აზრით ეგეთი პერსპექტივა ზუსტად ამიტომ არ აქვს და სანქციებს რაც შეეხება ხლა ეს გაგრძელება არის ამ თემის გაგრძელება ამ თემის რომელსაც ახლა მე ნარატიულ ომს ვეძახი და ეს ნარატივების შექმნა დიდი ხნის წინ მოხდა ეგ ახლა და მაშინ ძირითადი მიზეზი დაუშვათ ჩვენს მიმართ დამოკიდებულების იყო ის რომ აი თქვენ რატო ყველაფერში ნარატივების დონეზეც არაფიქსირებთ ცალსახად ჩვენს მხარეს ყოფნას და ჩვენ არ გქონდა მაგის შესაძლებლობა ბევრჯერ მithქვამს ეგ სამი შეკითხვა უნდა დაგვესვა მაგათთვის აქედან გამომდინარე იყო ჩვენი პოზიცია რუსეთს საფრთხე თქვენ აღიქვამთ თუ არ აღიქვამთ აბა დღეს რომ რაღაცა შეიარაღებაზე და რა ვიცი ხვალ ევროპაში შემოიჭრება ანუ საფრთხე ყოფილა ხო ეს რუსეთი
ჩვენი დაცულობის ხარჯზე და თქვენი დაცულობის ხარჯზე ერთდაიგარი არის, ხო არ არის არა? ამიტომ ჩვენ სხვა რიტორიკა რო გქონდეს, თქვენ განსხვავებული ამის უფლება ხო გქონდა. აი ამ განსხვავებული რიტორიკის, რომელსაც ჩვენ ვეძებდით თითოეულ სიტყვას და თითოეულ ფრაზას იმისათვის, რომ რაღაცნაირად ეს რთული პერიოდი გაგვევლო, ეს არ გვაპატიეს და აქედან გამომდინარე, ახლა ის ნარატივი, რომ ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი მტერია, ეს ჩართეს, თანაც ახლა მაგათვის იმხელა პრობლემები იწყება ევროპაში, რომ აი ეს მტრის ხატის შექმნა და აქედან გამომდინარე, ყველა ვინც მათ მხარს არ უჭერს ბოლომდე აი ამ მტრის ხატის შექმნის მონაწილეობაში ეს არის მაგათი აზრით თვითონ ისეთ ნარატივი, რომელსაც რომც უნდადეს ვერ შეცვლა, იმიტომ ევროკავშირი ისეთი სტრუქტურაა, ვინც იცის ეს ნარატივების დიახნის განმავლობაში იქმნება და მე დიახნის განმავლობაში ვერ იცვლება. და რამოდენიმე ადამიანი არის სხვადასხვა თემასთან დაკავშირებული, რომლისგანაც ინფორმაციას იღებენ და მე დანარჩენები ხა ამდენი ქვეყანა ხა ხო არ გონიათ ყველა ინტერესდება თითოეული გაერკვეს საქმეში. ხლა იქ არსებობს ბირთვი, რომელიც რო გაავრცელებს ამ ინფორმაციას, მე ავტომატურ რეჟიმში იმეორებენ. ითქვა ახლა ეს ამბავი ეს ავტომატურად გადამეორდება. იმიტომ რომ საერთო ტენდენცია ეს. ამწუხაროდ ამის გადატანა მოგვიწევს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ქართული ოცნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მისი მხარდამჭერებისადმი მან ისეთი პოლიტიკა გაატაროს ზოგადად ამ პერიოდში, რომ ეს მხარდაჭერა ქონდეს ძალიან მყარი. იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ახლა გარედან თუ ამ ხალხს დაანახებ, რომ ეს მხარდაჭერა მყარი, მხოლოდ ამან შეიძლება დააფიქროსო ვერ ვიტყვი, მაგრამ ანგარიში გააწევინოს ამაზე და მე კიდე ერთი კითხვა მგითხეთ, მოდის გიხდით. თუ ამოვწურეთ თქვენ შეგვიძლია. ამოვწურეთ. პრაქტიკულად ოპოზიციის ნაწილზე გკითხეთ, რისთვის ემზადება ოპოზიციას 26 მაისი ეს იქნება რევოლუციური სცენარი თუ ჩავარდნის შემდეგ გადავლენ არჩევნების თემატიკაზე, როგორ ხედავთ პროცესს? რევოლუციური სცენარის პერსპექტივა, რა ვიცი, მე მგონი წესით ახლა მაგის უნარი კი უნდა გქონდეთ, რომ უნდა დაენახათ აქამდე და ყოველ შემთხვევაში საქმე რა შეიცით, აი ეს პერსპექტივა მაგათი და ერთადერთი დამოკიდებულება გარეთ ძალებზე საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ძალიან კარგად გაიგო ახლა ეს რომ არის ახლა პრობლემები როგორ არ არის ქვეყანაში ახლა ის ქვეყანაში როგორ შეიძლება პრობლემები არ იყოს მაგრამ საზოგადოება და ჩვენ უნდა მივხვდეთ ერთ რამეს რომ ამ პრობლემებზე უნდა ისაუბროს იმ ხალხმა რომელიც დასაყრდენს გარეთ არ ეძებს და თუ ეძებს მაშინ იქიდან მხარდაჭერას რა მოტივი აქვს ამაზე დაუფიქრებელი ადამიანის ხარც ხელისუფლებაში მოსვლა შეიძლება და ვერც მხარდამჭერად გამოდგება ეს ადამიანი. ეხლა ეს დემოკრატიის რაღაცა ექსპერიმენტი რო ჩაატარეს, ეხლა ისევ რელიგიასთან ტრიალებთ, ეხლა ჩვენ ფაქტიურად დღევანდელი დღე ესეთია და ეს 100 წლიანი ეს დემოკრატია რელიგიის გარეშე თორე საბოლოო ჯამში ესეთი მორალური სტანდარტებისაგან დაცლა სწორედ ამან მოიტანა დასავლეთში დემოკრატიის მშენებლობამ რელიგიის გარეშე ფაქტობრივად იმიტომ რომ ეს ოპოზიცია ხარ რომელსაც თქვენ გულისხმობთ და რომელსაც ახლა ხმეთს უყურებ ხოლმე ტელევიზიით სულ ფიქრობ ესე იგი რა არის იცით ადამიანი არის რომ რაღაცას ქმედებას ჩაიდეს დავუშვათ კარგი საქციელი უნდა ჩაიდინოს ერთი იმიტომ აკეთებს ამას რომ კარგი რეპუტაცია მოიპოვოს და მეორე ღირსების გამო აკეთებს და ეს გარეთვალისთვის შესამჩნევია. შენ რო კარგ საქციელს ჩაიდენ, ახლა შენ კარგი რეპუტაციისთვის რო გინდა ეს რო კარგი სახელი დაგერქვას. დაკვირებულ თვალს ეს არ გამოეპარება. ავირანმა რო თქვა ახლა ეს ეკლესიურები რო გახდნენ უცებ. ეხლა ასე რეპუტაციას ვერ შეიქმნი, იმიტომ რომ ღირსების ნაწილში იმდენი შეცდომა გაქვს დაშვებული ადრე რომ ჯერ მაშინ იმას უნდა მეაკითხო, ახლა შეიძლება ფრთიანი ანგელოზები აქედაც არ არიან, მაგრამ ეს იმდენად გამოკვეთილია, ეს ამბავი რომ მაგ თემას თავი უნდა დაანებოდა. ეს არის ახლა ძირითადი ჩემი შეფასება პრინციპში, რომ რაღაცნაირად ჩვენ მომავალში ამაზეც უნდა ვისაუბროთ ხოლმე, ალბათ ახლა რაღაცა რეალობის ცვლილება უნდა განვითარებისკენ წავიდეთ და უნდა წავიდეთ წინ, მაგრამ იცი რა ახლა ძირითადი პრეტენზია რაზეა, რომ ხდება ძალაუფლების კონცენტრაცია. ხა ესენი ისეთი ტიპები არიან, რომ ძალაუფლების კონცენტრაციის ზედმეტად კონცენტრაციის თუნდაც პერსპექტივა შეიძლება არსებობდეს თუ არ გამოჩნდება რაღაცა დამაბალანსებელი, მაგრამ ეს დამაბალანსებელი საგარეო საფრთხეების შემცველი არ უნდა იყოს, თორე აზრი არა აქვს მაშინ. იმიტომ რომ კონცენტრაცია თუ მოხდა ძალის, იმიტომ მოხდა რომ იქიდან მხარეს აქტიურდებოდა ძალა, რომელიც საგარეო საფრთხეებს აიგნორებდა ბოლომდე და ამიტომ მხარდამჭერებმა
ეს ძალაუფლების კონცენტრაცია შეიძლება ბევრს არ მოწონს, მაგრამ სხვა გამოსავალიც ვერ დაინახეს და ამიტომ ეს არჩევანი ცოტა სერიოზული განსახილველია და მე ვისაც ჩემს ირგვლივ ხედავ ადამიანებს, შეიძლება რაღაცები არ მოწონთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ისინი ასე განიხილავენ რა. ერთხარეს თუ არის რაღაცა შენი გარკვეული უკმაყოფილება ან შეხედულებები ძალაუფლების კონცენტრაციასთან დაკავშირებით, მეორე მხარეს არის საგარეო საფრთხების აბსოლუტური უგულებელყოფა და რაღაცა ზერელი დამოკიდებულება და ეს სასწორზე რომ დადო, ერთ და იგივე წონის არ არის, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს განვითარებაზე საუბარს, თუ შენ გადარჩენის პოლიტიკაც არ აქვს მასთან ერთად, ეგეთი სამყაროა დღეს. კარგი ხელისუფლება არის, ვინც ამ ორივეს ერთად აბალანსებს. განვითარებაზეც ფიქრობს, მაგრამ გადარჩენას საფრთხეს არ უქმნის. აბა მარტო განვითარების პოლიტიკით ეხლა ილაპარაკე და მოაწონე ხალხს თავი, მაგრამ გადარჩენის თემა არის მთავარი. ძალიან დიდი მადლობა ბატონებო, სამწუხაროდ ჩვენთვის განკუთვნილი დრო უკვე ამოიწურა. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ორგანიზაცია პოლიტიკური არჩევანის დამფუძნებელი რომან კაკულია და ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე იყვნენ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები. თქვენ კი შეგახსენებთ, რამდენიმე წუთში გადაცემის დასრულებისთანავე უკვე 23 საათიდან დაახლოებით 5 წუთში ევროვიზია 2026-ის პირველი ნახევარფინალი დაიწყება. მაყურებლის წინაშე 15 ქვეყნის წარმომადგენლები წარსდგებიან, მათ შორის იქნებიან რა თქმა უნდა ბზიკები, რომლებიც მუსიკალურ კონკურსზე საქართველოს წარმოადგენენ. დღეს ევროვიზიის სცენაზე 18 წლის შემდეგ მათ დაბრუნებას ვიხილავთ ყველა ერთად. რა თქმა უნდა ჩვენ შემოგთავაზებთ პირველი არხის შემოგთავაზებთ ევროვიზიას პირდაპირ ეთერში ბზიკებს ბუნებრივია წარმატებებს უსურვებთ. დისკუსია აქტუალურ თემაზე დღეს ამით დასრულებულია. გემშვიდობებით სამშაბათამდე დროებით.